თავი 25. კიდევ ითხოვა აბრამმა ცოლი სახელად კეტურა. უშვა ქალმა ზიმრანი, იაქშანი, მედანი, მიდიანი, იშბაკი და შუახი. იაქშან შეეძინა შება და დედანი. დედანის შვილები იყვნენ აშურიმი, ლეტუშიმი და ლეუმიმი. მადიანის შვილები ღეფა, ყეფერი, ხანოქი, აბიდაყი და ელდაღა. ყველა ესენი კეტურას შვილები არიან. მისცა აბრაამმა ისაკს მთელი თავისი საბადებელი. ხოლო თავის ხარჭების შვილებს აბრაამმა საჩუქრები დაურიგა და თავის სიცოცხლეშივე მოაშორა ისინი ისაკს, თავის ძეს და გაუშვა აღმოსავლეთისკენ, აღმოსავლეთის მხარეში. აბრაამის სიცოცხლის ხანი, რაც იცოცხლა, იყო 175 წელი. აღესრულა და მოკვდა აბრაამი ტკბილ სიბერეში, მოხუცებული და ხანსრული და შეერთო თავის ხალხს. დამარხეს იგი ისაკმა და ისმაელმა, მისმა შვილებმა მახფელას გამოქვაბულში. ხეთელი ყეფრონ ცოხარის ძისეულ მინდორზე, მამრეს გასწრულ, იმ მინდორზე, რომელიც აბრაამმა შეისყიდა ხეთელებისგან. იქ მარხიან აბრაამი და მისი ცოლი სარა. აბრაამის სიკვდილის შემდეგ აკურთხა ღმერთმა ისაკი მისი შვილი. დასახლდა ისაკი ბერ-ლახაი-როის მახლობლად. ეს არის მოდგმა აბრაამის ძის ისმაელისა, რომელიც უშვა აბრაამს აგარმა, სარას ყმაქალმა. ეს არის ისმაელის ძეთა სახელები, სახელდებით მათი მოდგმის დამიხედვით. ისმაელის პირმშო ნებაიოთი, მერე კედარი, ადბელი და მიბსამი, მიშმაყი, დუმა და მასა, ხადადი, თემა, იეტური, ნაფიში და კედმა. ესენი არიან ისმაელის ძენი. ეს არის მათი სახელები მათ დაბებსა და ბანაკებში. 12 ბელადია თავ-თავისი ტომისა. ისმაელის სიცოცხლის ხანი იყო 127 წელი. აღესრულა იგი და მოკვდა და შეერთო თავის ხალხს. სახლობდნენ ხავილადან მოყოლებული შურამდე, ეგვიპტის გასწვრივ, აშურისკენ თუ მიდიხარ. ყველანი ერთმანეთის პირისპირ განლაგდნენ. აჰა ისაკის მოდგმა, აბრაამის ძისა. აბრაამმა შვა ისაკი. 40 წლისა იყო ისაკი, როცა მოიყვანა ცოლად რებეკა. შუამდინარიდან მოსული არამელი ბათუელის ასული, არამელი ლაბანის და. ევედრებოდა ისაკი უფალს თავისი ცოლისთვის, რადგან ბერძი იყო იგი. უსმინა მას უფალმა და დაორსულდა რებეკა, მისი ცოლი. ეჯაჯგურებოდნენ ერთმანეთს შვილები მის საშოში და თქვა ქალმა: თუ ასია, ვიღასთვის ჩამესახნენ და წავიდა უფლისათვის შესაკითხად. უთხრა უფალმა: ორი ხალხია შენს მუცელში, 2 ტომი გამოვა შენი საშოდან. 1 ტომი მეორეზე ძლიერი იქნება, უფროსი უმცროს დაემორჩილება. მოაწია მშობიარობის ჟამა და აჰა ტყუპები არიან მის მუცელში. გამოვიდა პირველი სუმთლად წითელი და თითქოს ტყავფუჩით შემოსილი და დაარქვეს მას სახელად ესავი. მერე გამოვიდა მისი ძმა, ხელი ესავის ქუსლზე ჰქონდა მოჭიდებული და დაარქვეს მას სახელად იაკობი. 60 წლისა იყო ისაკი მათი შობისას. წამოიზარდნენ ყმაწვილები, შეიქმნა ესავი მარჯვემონადირე, ველების კაცი. იაკობი იყო სრული კაცი კარვებში მცხოვრები. უყვარდა ისაკს ესავი, რადგან ნანადირევი იყო მისი საჭმელი, ხოლო რებეკას იაკობი უყვარდა. მოამზადა იაკობმა შეჭამადი და ესავიც დაბრუნდა ველიდან დაღლილი. უთხრა ესავმა იაკობს: შემახრებინე წითელი, ეგ წითელი, რადგან დაღლილი ვარ, ამიტომაც ეწოდა სახელად ედომი, წითური. უთხრა იაკობმა: ახლა მომყიდე შენი პირმშოება. თქვა ესავმა: სიკვდილის პირას ვარ და რაღაც მინდა პირმშოება. თქვა იაკობმა: ახლა შემომფიცე. შეფიცა და მიყიდა იაკობს პირმშოება. მაშინ მისცა იაკობმა ესავს პური და ცერცვის შეჭამადი. ჭამა სვა, ადგა და წავიდა. არად ჩააგდო ესავმა პირმშოება.